ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები თბილისში შეხვედრებს იწყებენ. ვიზიტის მიზანი C ჰეპატიტის და HIV ინფექციის მკურნალობის დაფინანსების შესაძლებლობის, ნარკოკანონმდებლობისა და ზიანის შემცირების პროგრამის განხილვა და რეფორმების შემდგომი მხარდაჭერაა. შვეიცარიის ექს-პრეზიდენტი რუთ დრეიფუსი, გლობალური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელი მიშელ კაზაჩკინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტი 26 აპრილამდე გაგრძელდება. ჩვენ ჩამოვედით, რომ მხარე დაუჭიროთ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ატარებს. ეს არის რეფორმები, რომელიც მიმართულია ინფიცირებულ ადამიანთა ნაკლები რეპრესიისკენ და მათი ნაკლები დააჩისკენ, ანტინარკოტიკული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისკენ. ჩვენ საქართველოში ჩამოვედით გლობალური კომისიის მანდატით. გვექნება შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. საქართველოში ანტიდისკრიმინაციულ რეფორმებს განვიხილავთ. ასევე ვიმსჯელებთ მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაინფიცირებულები არიან C ჰეპატიტითა და HIV ინფექციით. მოველით, რომ საინტერესო შეხვედრა იქნება. გლობალური კომისიის და საერთაშორისო ინტერესი დაიმსახურა იმ რეფორმებმა, რომელიც ჯანდაცვის და საჯელახსოვრების სფეროში გატარდა. კვირის განმავლობაში დელეგაციის წევრები გამართავენ შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან, რომ განიხილონ ის რეფორმები, რომლებიც დაწყებულია და ასევე მხარდაჭერის შესაძლებლობების შემდეგი წლებისთვის.